მოგესალმებით, დიდი მადლობა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს ფასების რეგულირება, არამედ უნდა იყოს სამართლიანი თამაშის წესების დადგენა. ხთა როგორც ორივე სექტორის წარმომადგენელი, როგორც დისტრიბუციის და ასევე რიტეილის, მინდა საზოგადოებამ რომ გაიგოს, საიდან წარმოიქმნება ეს მაღალი ფასნამატი და მე როგორც ერთ-ერთი მსხვილი დისტრიბუტორი ზესუმზირის ზეთის საქართველოში, მინდა ზესუმზირის ზეთის მაგალითზე ერთი რამ ახსნა. საიდან პრობლემდება ფასი და რატომ არის ძახზე მაღალი ფასი. პირობითად ავიღოთ ციფრი. დავუშვათ ზესუმზირის ზეთი ერთი ბოთლი თვითღირებულება საქართველოს შემოტანილი ღირს 4 ლარი. და დისტრიბუციის ფასნამატი უნდა იყოს 25% საშუალოდ, არა ეს მაღალი პროცენტი და 5 ლარას უნდა მას ჩააბაროს ქსელს. ქსელი ითხოვს მისგან კეშბექი დავარქვათ მინიმუმ 20%, ან 23%, ან 25%. ანუ ამ შემთხვევაში დისტრიბუტორს სხვა გზა არ რჩება, უნდა აგროსოს ეს 5 ლარი და გახადოს 6 და 25. და ამ შემთხვევაში გამოდის დისტრიბუტორის ფასნამატი, ფასნამატს ვიზახით აქ ჩვენ 56%, იმ დაცულად 25-ისა, რომელიც რეალურად მან უნდა მიიღოს. შემდგომში ასაკეთებს ქსელი და როგორ ხორციელდება ეს ყველაფერი. ანუ ამატებს რაღაც იქ თანხას 10-12% და ყიდის ამ პროდუქციას 7 ლარად. გამოდის რომ 4 და 7 ლარამდე 75%-იანი სტომილება არის. დიახ, არსებობს ეს პრობლემა და დიდი ხანია ეს პრობლემა არსებობს და წინა შეხვედრაზეც ბატონ პრემიერს ის გუნდს დიდი მადლობა გადაუხადე რომ ეს საკითხი ამ დონეზე, ამ ასეთი სერიოზულობით და ასეთი დეტალიზებით დადგა და ეს რა თქმა უნდა ძალიან სასიხარულო ამბავია. თუმცა მარტივი არ იქნება. ფასების საკითხი ეს არის ძალიან რთული საკითხი. ფასი არის მთელი ეკონომიკური პროცესის ბოლო პარამეტრი, გამოხატულება პირამიდის სულ ბოლო პარამეტრი, რომელზეც უამრავი ფაქტორი ახდენს გავლენას. მე საუბრობ ახლა როგორც მწარმოებელი, როგორც მეწარმე, მსხვილი მწარმოებელი, ინდუსტრიის წარმომადგენელი, კერძოდ ახლა პროფუნტუშეულის და საკონდიტრო მიმართულება, მე ასევე საუბრობ როგორც მწარმოებელთა ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, სადაც გაერთიანებული ვართ სწორედ მწარმოებლები და ჩვენი ტკივილი, მე ვფიქრობ, სუბიექტური ვიქნებით თქვენ ეს ნებართვით, რომ განსაკუთრებული ტკივილია, იმიტომ რომ ამ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, ადამიანების დასაქმებისთვის და რეალური დოვლათის შექმნისთვის ვფიქრობ, სწორედ წარმოება უნდა განავითარო და წარმოება შეუწყოთ მაქსიმალურად ხელი. რატომ? იმიტომ რომ განსაკუთრებით კვების პროდუქტებში, რაც ყველაზე მტკივნეული საკითხია და რაზეც ძირითადად მიდის საუბარი, ასევე როგორც ფარმაცევტულ სფეროზე, თუმცა ახლა ამას არ განვიხილავთ. დაახლოებით 70-80% დაახლოებით, რა თქმა უნდა, ქვეყანა არის იმპორტ დამოკიდებული. მადლობა პირველ რიგში ამ ფორმატისთვის 86% არაერთხელ აღინიშნა დღეს არის ჯამური ფასნამატი დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ ქსელური მაღაზიების დონეზე, რაც ვფიქრობთ, რომ არის მაღალი მაჩვენებელი და მიგვაჩნია, რომ ამ პროცენტული მაჩვენებლის შემცირება არის შეასრულებელი. საშემოსავლო გადასახადი მაგალითად 2012 წელს ჩვენი მოქალაქეები იხდიდნენ 1,764 მილიონ ლარს საშემოსავლო გადასახადის სახით. როდესაც ასე იზრდება ადამიანების შემოსავლები, სურსათზე ხარჯების წილი ლოგიკურად უნდა შემცირდეს. ეს არის მარტივი ეკონომიკური ლოგიკა. თუმცა თქვენ თუ ნახავთ ამ ხარჯების წილს, 2011 წელს წილი იყო 94% და შარშან 2024 წელს უпроსტად იყო 35%. ანუ გაზრდილიც კი არის ეს მაჩვენებელი, რაც ალოგიკურია. მე ვფიქრობთ, რომ ესეც გვიჩვენებს იმას, რომ შემცირება ამ ფასნამატის უნდა იყოს შეასრულებელი. არასწორი პრაქტიკა ჩვენი აზრით იწვევს ამ ყველაფერს, მათ შორის ეგრეთ წოდებული კეშბექი, რაც დღეს იყო ნახსენები და ამ შემდეგ იმედია, რომ მოგვეცემა ამ საკითხების გაშლის შესაძლებლობა. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ორიენტირებულები არიან ქსელის გაფართოებას და რაოდენობრივ ზრდაზე. ყოველ შემთხვევაში არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რაც ზრდის ბრუნვას კი ნამდვილად, მაგრამ ამავდროულად ზრდის საოპერაციო ხარჯებსაც. და სწორედ ამის გამო ხდება შემდეგ უკვე ფასის მომატება დახთან. რა თქმა უნდა ეს ბიზნესი არის და მას 10 მაღაზია ექნება თუ 100 მაღაზია ექნება, მისი განსაწყვეტია. ბატონი აკაკი იმ კომპანიის წარმომადგენელია, რომელიც ამ ხრივ ყველაზე ნაკლებად ეხება რომელსაც ეს საკითხი, სხვა მსხვილი რიტეილერები უსასრულოდ მაღაზიების გახსნის რეჟიმში არიან, რაც გამოიყენება მიმწოდებლებზე ზეწოლის ბერკეტად ერთი, რაც გამოიხატება
პირობაში, უპირობოდ ჩაწერილია ხელშეკრულებაში, რომ რამდენ მაღაზიასაც გახსნიან, ჩვენ ვალდებული ვართ ყველგან პროდუქცია შევიტანოთ. ხო, იქ დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში ეს გახსნა არ ჭირდებათ, იმიტომ რომ კიდე ერთი საკითხი, რასაც დისტრიბუცია პრობლემას აწყდება, ეს არის საქონლის მიწოდება ამ მაღაზიებში, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ცენტრალიზებული ლოჯისტიკური ცენტრები. აი, იქ ეს ყველაფერი არის დარეგულირებული, შესაბამისი კანონმდებლობით და თუ რიტეილ ბიზნესში ხარ, მაშინ სავალდებულოა გქონდეს ცენტრალიზებული მიწოდების საწყობი, რაც ობიექტურიც უნდა ვიყო, რა თქმა უნდა, ყველაფერთან ვაღიარო და ჩვენთანაც დაიწყეს მსხვილმა ხსელებმა დაიწყეს ამ ცენტრალიზებული საწყობის ლოჯისტიკური ცენტრების მოწყობა. აქედან გამომდინარე, საბოლოო ჯამში ჩვენ ბიზნესი მიმწოდებლები, მე წარმოებლების სახელით ვლაპარაკობ, ერთეული პროდუქციის მიტანა ამ ყველა მაღაზიაში, მიტანა მარტო ლოჯისტიკურ ხარჯს გეუბნებით, არ ატვირთებულებას. 2 ლარი, როდესაც იქ ნავაჭრი, მცირე რაოდენობის მომხმარებლისა და არასასურველი სტანდარტის პირობებში შეიძლება გქონდეს ლარ ნახევარი. პირობითად აგიხსენით რაც შეეხება ქსელის გაფართოებას. რატომ არის ეს პრობლემა, ხო? რა თქმა უნდა, 1 და 2 მაღაზია გვერდ-გვერდ სალგი აღებული შეიძლება არ იყოს პრობლემა, მაგრამ ერთი რომ როდესაც ფართოვდება ქსელი ჭარბად, ეს ზრდის, როგორც ითქვა, აქაც დისტრიბუციის ხარჯებს, ეს ერთი და მეორე, ჩვენ რაც მოგვაწოდეს მათ შორის გამართულ შეხვედრებს ინფორმაცია, გახსნილი მაღაზიების დაახლოებით ნახევარიც კი ხშირ შემთხვევაში წაგებაზე მუშაობს. ანუ აქვს ექსპანსიის ინტერესი ქსელს იმისათვის, რომ ბაზარი რაც შეიძლება მეტად მოიცვას და ჩაანაცვლოს სხვა მაღაზიები, ფართოვდებიან მათ შორის პირველ რიგში რის ხარჯზე, რომ ფასებს ზრდიან, იღებენ დამატებით თანხებს ჩვენი მოქალაქეების ჟებებიდან, აფართოვებენ ქსელს და საბოლოო ჯამში იზრდება ფასები. Cashback-ი ესეც არის პრაქტიკა, თავის დროზე cashback-ი ბევრად ნაკლებით დაიწყო, 4% იყო, გაიზარდა ზოგ შემთხვევაში 50%-მდე. ამიტომ ნახეთ, ბიზნესი უნდა იყოს რა თქმა უნდა თავისუფალი. და ეს არის ჩვენი ამოსავალი წერტილი და ამით ვამაყობთ. 2012 წლიდან ეს ვითარება შეიცვალა. მაგრამ აქ არის სოციალური პასუხისმგებლობა. ერთია რომ მოგებაზია მაქსიმალურად ორიენტირებული ბიზნესი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თუ სოციალური პასუხისმგებლობით იმოქმედებს ბიზნესი, ამ შემთხვევაში დისტრიბუციაც და ქსელური მაღაზიებიც შესაძლებელი იქნება ფასების შემცირება. ნუ სუბიექტური ნამდვილად არა ვარ, სულ 9 მაღაზია, მაგრამ ობიექტურობით უნდა აღვნიშნოთ, რომ ის სექტორი, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ძალიან საფრთხილო სექტორია. ამაზე არის დამოკიდებული უამრავი დისტრიბუტორის, უამრავი წარმოებლის თანხები, რომელიც მათ გააჩნიათ დებიტორულ დავალიერებით. ქონდა ჩვენ შეხვედრა, დისტრიბუტორების შეხვედრა იყო ბატონ პრემიერთან, მაშინაც დავაყენა ჩვენ საკითხი, რომ იქნებ ის პრობლემა, რომელიც იყო დისტრიბუტორებისთვის, ეგრეთ წოდებული ოქროსის საკითხი, გაყურებულს გაუხსნა ოქროსია რას წარმოადგენს, იყო შემოტანილი პროდუქციაზე DGG-ს ერთი თვით გადავალდება, რომელიც ძალიან დიდი შეღავათი იყო დისტრიბუტორებისთვის, იქნებ საკითხს ბატონო ირაკლი დაუბრუნდეთ და განვაახლოთ ეს თემა. გქონდა საუბარი ჩვენ შეხვედრების დროს და ვშალობთ რა თქმა უნდა ამას და შეიძლება ამ საკითხს არის შანსი რომ ორი კითხვა მაქვს. ერთი ჩემთვის როგორც წარმოებლისთვის და გამოცდილი ბიზნესმენისთვის ცოტა დამაბნეველი არ მედა. ვერ გავიგე ეს 86% რატომ არის აქცენტირებული. ზოგ შემთხვევაში 86%-ია, ზოგ შემთხვევაში შეიძლება 186%-ია. რა საიდან მოგაქვთ ეს ჯაჭვი, ასე ვთქვათ, 86%-ამდე. ვავიღოთ დისტრიბუცია საშუალო არის 46% და ქსელებში საშუალო ასევე არის 29%. ზოგიერთ ქსელს აქვს 21% მაგალითად, ფასდამატი, ზოგიერთს მეტი, ზოგიერთს ნაკლები, მაგრამ საშუალო არის ჯამურად 86%. გეთანხმებით, რომ ზოგიერთი პროდუქტის შემთხვევაში 180%-იანი ფასდამატიც კი ფიქსირდება, ზოგზე არის ნაკლები, ზოგზე გადაჭარბებული და ეს შემდეგ, მაგრამ საშუალო არის 86%. ჩვენ შევისწავლეთ ასევე საერთაშორისო პრაქტიკა და ვნახოთ, რომ როგორც ესე 20-დან 30%-მდე მერყეობს საზღვარგარეთ ქვეყნებში, ევროპულ ქვეყნებში ფასდამატი საწყობიდან თარომდე. შეიძლება პირდაპირ შედარებადი არ არის ეს მაჩვენებლები, მაგრამ 20-30%-ია ჩვენ შემთხვევაში საზღვრიდან თარომდე არის 86%, რაც ვფიქრობთ არის მაღალი მაჩვენებელი. და მეორე კითხვა მაქვს. დიახ. რადგან ამ საქმეს შეეჭიდეთ, მე თავიდანვე აღნიშნეს, ეს ძალიან რთული საქმეა. ბაზრის საკითხებს არეგულირებს, თავისუფალი ბაზრის საკითხებს არეგულირებს. მოთხოვნა მიწოდების ბალანსი. და ფასს ეს არ მოქმედზე, ეს არეგულირებს.
რა მიმართულებით აპირებთ ამ საკითხზე მუშაობას საპარლამენტო კომისიასთან ერთად? როგორ აპირებთ ამას? იმიტომ რომ არ არსებობს კანონი ფასების შემცირების შესახებ. ეს არის აბსურდი. აქ არის თავისუფალ ბიზნესზე ლაპარაკი, თავისუფალ ეკონომიკაზე ლაპარაკი, თავისუფალ ბაზარზე და კანონი ვინმეს თუ წარმოუდგენია მოსახლეობას მიმართავ, ეხლა რომ კანონში ჩაიწერება რომ კარაგზე ხვალ ფასი უნდა იყოს ლარნახევარი, ეგეთი რამე არ არსებობს. ძალიან უტრირებ ხა. რაღაცა ნაწილს საბჭოთა მძიმე გამოცდილება აქვს და ალბათ ამიტომ ესე უბრალოდ სიტყვების რახარუხი რომ რეგულაციებს შემოვიღებ, კანონს შემოვიღებ, შეიძლება არასწორად იგებს იყოს აღქმული. და აი ხა დღეს რომ თქვენს მიიღეთ, რას ეყრდნობით, როგორ აპირებთ ამ საკითხის მოგვარებას, რაზე დაყრდნობით ძირითადად, აი რა არის თქვენი მთავარი ამოსავალი პრინციპი? რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა აქ ეს არის. ნახეთ, არის ბიზნესი, მოსახლეობას გაეზარდა შემოსავლები, როგორც უკვე თქვი რამდენჯერმე, ამ წლების განმავლობაში 4.7-ჯერ არის, თითქმის 5-ჯერ არის გაზრდილი მოსახლეობის შემოსავლები. ბუნებრივია ეს აძლევს ქსელებს, დისტრიბუტორებს, იმპორტიორებს იმის შესაძლებლობას, რომ მეტი გაყიდონ და მეტად გაყიდონ. შეიძლება მეტის რესურსი ქონდეს მოსახლეობას, რომ გადაიხადოს, მაგრამ თუ მაღალი პასუხისმგებლობით იმოქმედებს სოციალური პასუხისმგებლობით ბიზნესი, ამ შემთხვევაში შესთავაზებს მოქალაქეს არა იმ ფასს, რასაც დღეს თავაზობს, არამედ შედარებით უფრო დაბალ ფასს და ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამის რესურსი არსებობს. რაც შეეხება თვითონ ზომებს, რაც შეიძლება ხელისუფლებამ მიიღოს. ერთი კარტელებთან დაკავშირებით, თუ არის კარტელური გარიგეები, ამას დამატებით უნდა ჩაუღრმავდეთ საპარლამენტო კომისიის მუშაობის პარალელურად, რა თქმა უნდა, მთავრობა აგრძელებს მუშაობას, მაქსიმალურად შევისწავლით ამ საკითხს შესაბამის სააგენტოსთან ერთად და თუ არის ასეთი ნიშნები, ბუნებრივია შეგვიძლია ვიფიქროთ ანტიკარტელური, ანტიმონოპოლიური კანონმდებლობის შემუშავებაზეც. გეთანხმებით, რომ პირდაპირ მარჟებს ვერ დავადგენთ ბუნებრივია კანონმდებლობით, თუმცა ანტიმონოპოლიური კუთხით არსებობს კანონმდებლობის შემუშავების პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში და ამ თემებს რა თქმა უნდა ვამუშავებთ. ასევე ერთ-ერთი ინიციატივა გაგაცანით, რომ გრძელვადიანი ფასების რეგულირებისთვის შეიძლება ალტერნატიულ, ასე ვთქვათ, მიწოდების სქემაზეც ვიფიქროთ, ასეც რა თქმა უნდა ბიზნესის თანამონაწილეობით და რაც შეეხება ქართული წარმოების ახალისებას, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და აქაც გვინდა რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ იმპორტის ჩანაცვლებასა და შესაბამისად ქართული პროდუქციის წახალისებაზე, სადაც შესაძლებელია პროგრესის მიღწევა. ეს არის ალბათ ის ძირითადი მიმართულებები, რაზეც უნდა ვიმუშაოთ. აუცილებლად გადახედეთ ევროპულ გამოცდილებას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გამოცდილებას, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნის თვალსაზრისით, რასაც ბატონი აკაკი ბრძანებს, თამაშის წესების დაწესება, სამართლიანი თამაშის წესები, მაგალითად ბალტიისპირეთში არაერთხელ ნაყოფი ვარ, კანონმდებლობით, რეგულაცია ქვია ამას, ვალდებულია ყველა საცალო სავაჭრო ქსელი ადგილობრივ წარმოებლის მიერ შექმნილ პროდუქციას დაუთმოს გარკვეული ფართის ადგილი. სხვანაირად ვერც ერთ ობიექტს ვერ გახსნით. თქვენ ბევრი საუბრობთ, რომ თანამშრომლობ მთავრობასთან, ბატონ ირაკლისთან, ქავად მარიამსაც ჰქონდათ ასეთი შეფასებები, რომ ერთად მუშაობთ ამ პრობლემაზე და ასე თქვი საქმიანი ურთიერთობა გაქვთ. ამის თაობაზე მინდა წაიკითხოთ ბიძინა იმაშვილის სიტყვები, რომელიც მან 2012 წელს თქვა ბიზნესმენთან შეხვედრის დროს. ხელისუფლების მხრიდან მე ბიზნესთან დამეგობრობის ცდელობას ავყვეთავ. ეგეთი დამეგობრება ძალიან ცუდია. პირიქით, როგორც კი დაიწყებენ მთავრობიდან თქვენთან მეგობრობის ცდელობას, მაშინვე ყვირილი უნდა დაიწყოთ, რომ გვაუპატიურებენ. არ გვინდა ეს მცდელობა და არ გვინდა ხელისუფლებასთან მეგობრობა. მე ვეთანხმები ბიძინა იმაშვილის სამ სიტყვებს. და მე მაშინ კითხვა მაქვს თქვენთან, ბატონ ალექსანდრე, თქვენ აქ რისთვის ხართ? არანაირად არ ყვირი ვარ, ყვირილი ჩემი სტილი არ არის. რაც შეეხება მეგობრობას, იმ კონტექსტში, რა კონტექსტშიც თქვენ წაიკითხეთ, აბსოლუტურად მეც ვეთანხმები. არანაირ მეგობრობაზე არ არის საუბარი, აქ ამისთვის არა ვარ. საუბარი არის საქმიან ურთიერთობაზე, როგორც ბიზნესის მხრიდან, ისე მთავრობის მხრიდან, საერთო კონსულტაციებზე და ეს ყველა ქვეყანაში აპრობირებული, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის ძალიან განვითარებულ დასავლეთის ქვეყნებში, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებია მისაღები და რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია მოსაგვარებელი, როგორ შეიძლება მთავრობა მიიღოს გადაწყვეტილება და ის იმისთვის არის რომ მიიღოს გადაწყვეტილება თუ ამა თუ იმ დარგში გარკვეული კონსულტაციები არ გაიარა. ამას თუ იმ გაგებით მეგობრობა ჩათვლით, რაც ბატონმა ბიძინამ იგულისხმა, გასაკვირველია, სრულებით ვეთანხმები, გამორიცხულია ამ ტიპის მეგობრობა და ეს აბსოლუტურად მიუღებელია.
მაგრამ თუ აქ ის საკითხი დგება, რომ ამა თუ იმ სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის, განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით, რაშიც მე ვარ პროფესიონალი, საჭიროა ინფორმაციის სწორად მიწოდება, საჭიროა კონსულტაციების გამართვა. ამაში მე ვერაფერს უც ვერ ხედავ პირიქით, ეს დარწმუნებული ვარ ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაწყებული, იაპონიიდან დამთავრებული, ყველგან ასე მოხდება, ასე ხდება და მადლობელიც დავრჩები თუ მოისმენენ ჩვენას და რაც თავია გაითვალისწინებენ. თავდი კითხვით ბატონ აკაკის, ბატონ ალექსანდრეს, როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რაც ჩვენ დახურულ შეხვედრებზე გვიმსჯელია, რაც დღეს ამ დებატების ფარგლებში გქონდა შესაძლებლობა, რამდენად გაქვთ მზაობა ფასების გადახედვის, რამდენად ხედავთ სივრცეს ფასების შემცირების და თუ არის უკვე თქვენი მხრიდან გამოკვეთილი კონკრეტული მიმართულებები, რაცაც ფიქრობთ, რომ იქნებოდა სწორი სახელმწიფოს მხრიდან, რომ აღნიშნული, ასე ვთქვათ, კომპონენტების გათვალისწინება მოხდეს იმისთვის, რომ ჩვენ საერთო სოციალური პასუხისმგებლობაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილებები ერთად მივიღოთ. ძირითადი აქცენტი ამ შემთხვევაში კეთდება რიტეილ სექტორზე და ძალიან ცუდი მაგალითები არსებობს რიტეილ სექტორში. მათი გაკოტრებასთან დაკავშირებით, რაღაც გადაწყვეტილებები, რომელიც შეიძლება იქნას მიღებული, მინდა რომ იყოს ისეთი შინაარსით მოკლევადიანი, გრძელვადიანი ან გარდამავალი. თუმცა თუ არსებობს ბაზარზე 10 კომპანია, 3 კომპანია რაღაცა დათმოს და დანარჩენმა არ ამ პირიქით, ეს იქნება ძალიან არასწორი და გონია რომ ალბათ უფრო მეტი კიდევ ერთი რამოდენიმე შეხვედრაა საჭირო რიტეილ სექტორთან, დისტრიბუტორებთან ერთად და სამუშაო ფორმატში უნდა განვიხილოთ. ფაქტიურად ცალკე ერთობლივი სამუშაო ფორმატის შეხვედრა არ ყოფილა და თუ ამის ორგანიზებას უფრო მოკლე წრეში, ვიწრო წრეში ჩვენ გავაკეთებთ, ალბათ გადაწყვეტილებები მივიღოთ. ქალბატონ მარიამს უპასუხებ, რომ რა თქმა უნდა მზადყოფნა არის. მეცაც გეტყვით დიდი სიამოვნებით. სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილში. მაგრამ ბიზნესი ზოგადად მისი თვისება პირობებს არ იძლევა. ვერ მიცემს ბიზნესი ვერავის პირობას, ვერც მთავრობას, ვერც მომხმარებლობას. ბიზნესს აქვს კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თავისი სპეციფიკა, ეს არის ციფრები, ეს არის პრაგმატული მიდგომები, ეს არის დაგეგმვა იმ რეალობიდან გამომდინარე, რაშიც ბიზნესი ოპერირებს. აშკარად არის დამერწმუნეთ ფასების ოპტიმიზაციის რესურსი, ნამდვილად არის, ეს შესაძლებელია. ისე რომ არ დაზიანდეს არც ერთი ბიზნესის ინტერესი, არ მოხდეს სახელმწიფოს უხეში ჩარევა არც ერთ ბიზნესში და როდესაც ბატონი აკაკი სრულიად სამართლიანად იმ რისკებზე საუბრობს, რომელიც რიტეილის მიმართულებით შეიძლება დახლების დაცარიელების საკითხი იყოს დაუშვათ, ხო, გაკოტრების. ისეთივე გაკოტრების რისკების წინაშე ვდგავართ ეხლა უკვე ჩვენ, თუ არ შეიცვალა ქვეყანაში რამე. DGG-ს 18% ახსენეთ, რა თქმა უნდა მივესალმებით საგადასახადების შემცირებას, მაგრამ იქ ისეთი პროცენტებია, DGG საბავშვო ბაღად გვეჩვენება ჩვენ და ამიტომაც არის, რომ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე ვართ. ეს cashback-ი არის მთავარი თემა. ფულის 45 დღით მინიმუმ დაგვიანება, ეს არის უზარმაზარი პრობლემა. სახელმწიფოში დაწესებულია ორმაგი DGG-ს ოდენობით გადასახადი ბიზნესზე. 35% რამდენია DGG-დან? 45% რამდენია? ეს რეალობაა, მეგობრებო. და ჩვენ საუბრობთ, რომ ოპტიმიზაციის რესურსი არ არის. როგორ არ არის? უზარმაზარი რესურსია. მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია გაკეთდეს, ცოტა დრო დაჭირდება, რთულია, რომ მათი ინტერესებიც იქნეს, კი ბატონო, გათვალისწინებული, ისე რომ არ დაზიანდეს ისეთ ბიზნესი. მომხმარებლის ინტერესი და საბოლოო ჯამში მიდის მომხმარებლები. არანაირი cashback-ი არ უნდა არსებობდეს ქვეყანაში. ხშირად საუბრობენ ოპონენტები ძირითადად იმასე, რომ გადასახადებია თითქოს მთავარი პრობლემა ფასარმოქმნის პროცესში. რაც შეეხება გადასახადებს თლიანობაში უნდა შევხედოთ, მხოლოდ DGG-ზე არის ხოლმე საუბარი. ამ თლიანობაში საქართველოში საგადასახადო ტვირთი არის ყველაზე დაბალი ევროპაში, ირლანდიის შემდეგ. დაახლოებით 25% არის ქვეყნები, სადაც 40%-მდე ადის საგადასახადო ტვირთი. და იმ ქვეყნებში არის ჩვენზე დაბალი ფასები გოგრდულ პროდუქტებზე. საბოლოო ჯამში ისევ მოთხოვნა მიწოდებამდე მივდივართ. შეიძლება საერთოდ არ მოახდინოს გავლენა გადასახადის შემცირებამ საბოლოო თაროზე ფასზე.
იმიტომ რომ ესეც ბიზნესის ბუნებაა, ხო არის მოთხოვნა მიწოდება, დღეს თუ უღირს ადამიანს 10 ლარის გადახდა პირობითად კონკრეტულ კარაქის სახეობაში, ისევ გადაიხდის იმ 10 ლარს, რაც უნდა გამოაკლოს შენ 18%, 9% დღეგე პირობითად, შეიძლება ეს 9% ისევ ძალიან მარტივად წაიღოს 2-3 თვეში ქსელურმა მარკეტმა, ხო? აქედან გამომდინარე ეს არ არის როგორც ასეთი გამოსავალი. თლიანობაში რო ავიღოთ საგადასახადო ტვირთი, ამ კუთხით, სიმსუბუქის კუთხით ვართ მეორე ადგილზე ევროპაში ირლანდიის შემდეგ, ანუ 25%, ამაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს მხოლოდ ირლანდიას. თუმცა ფასები ევროპაში, როგორც უკვე თქვით, არის უფრო დაბალი ვიდრე ჩვენთან. და თუ გადასახადები არ არის რეალურად გამოსავალი. პრობლემის მოგვარება შესაძლებელია გააჩნია რა მოლოდინები გვაქვს, ანუ რამდენი პროცენტით უნდა გაიაფთეს თავშოთ ასეთის პროდუქტი. თუ იმის მოლოდინია რომ თავშოთ რაღაცა 50% გაიაფთება, ამას ეხლა ვიძახი რომ ამის შეუძლებელია რომ რაღაცა პროდუქტი, ანუ ვიძახი პირველად მოხმარების პროდუქტებზე საუბრობ, ფაქტში თხოვაში არა ზოგადად სხვა პროდუქტებზე. არის სხვა პროდუქტები შეიძლება უფრო მეტი მივიღოთ, მაგრამ პირველად მოხმარების პროდუქტებზე ამას ვერ მივიღებ. მე მგონი წეღანდელ ჩემს პასუხში, რამოდენიმე რეპლიკაში უკვე გამოვთქვი ჩემი მოსაზრება. და მე როგორც ოპტიმისტი, არანაირი პოლიტიკოსი კიდევ ერთხელ ვადასტურებ. იმდენად მნიშვნელოვან საკითხზე ვსაუბრობთ და ეს არა მარტო ფასების თემაა, ეს არის ადგილობრივი წარმოების განვითარება. ეს პირობები, რაც დაწესებული აქვს ქსელურ მარკეტებს, კლავს ადგილობრივი წარმოების ყოველგვარ პერსპექტივას. ნებისმიერი პატარა წამოწყება, რომ დაიწყოთ და წამოიწყოთ, არანაირი შანსი არ აქვს, რომ თავისი პროდუქტის რეალიზება მოახდინოს არსებული პირობებით. მე მგონია ბიზნესი გრძნობს ზოგადად ხელისუფლების მხარდაჭერას, ბიზნესის თავისუფლების მიმართ მხარდაჭერას და ესეც გვიმყარებს იმის რწმენას, რომ ერთად შევძლებთ პრობლემის გადაჭრას. აქ არიან წარმოდგენილი ბიზნესის სექტორის წარმომადგენლები, ბატონი აკაკი, ბატონი ალექსანდრე და მე პირადად არავის არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ როგორც ნებისმიერ მოქალაქეს შესწკივა გული საკუთარ ქვეყანაზე, ასევე ამ ადამიანებსაც შესწკივა გული. ამიტომ ამაშია რეალურად თავი გამოსავალი, რომ თუ შეგვტკივა გული ქვეყანაზე, მოსახლეობაზე, მის სოციალურ ტვირთზე და ამ შემდეგ, ყველა ერთად აუცილებლად მოახერხებთ გამოსავლის მოძებნას და ამიტომ ოპტიმისტური ნოტით დავამთავრებ ჩემ გამოსვლას. იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში პრობლემა გადაიჭრება და ფასები შემცირდება.